საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ასევე რეჟიმის სხვა პატიმრების პროცესები, რომლებსაც ივანიშვილის პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება. 3 საათზე უნდა დაიწყოს ნიკა კაციას სასამართლო პროცესი, მანამდე კი თედო აბრამოვის და გიორგი ახობაძის საქმეების განხილვაა ჩანიშნული. ახობაძის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეებს კითხავენ, თუმცა ისევ ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამ დახურულ რეჟიმში, სადაც მედიას გადაღების შესაძლებლობა ისევ არ ეძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ საქმეში ოცნების პროკურატურას არ ყავს ნეიტრალური მოწმე და არ არსებობს ჩხრეკის ამსახველი ვიდეო კადრები. გიორგი კვიჟინაძე გვიერთდება ახლა ამ სასამართლოს ხდომების დეტალებით უკვე პირდაპირ ეთერში. თავარ ნამდვილად საინტერესოდ მიმდინარეობდა ექიმ გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი. დღეს დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ხელახალი ექსპერტიზა იმ ობიექტებზე, რომელიც თითქოს და გიორგი ახობაძის ჯიბიდან ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საუბარია ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე და საკმაოდ საინტერესო იყო ამ ექსპერტის ჩვენება, როგორც ადვოკატები აცხადებენ. ექსპერტმა დღეს დაადასტურა გიორგი ახობაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაფუთ მასალაზე მისი ნერწყვის კვალი იძულებით გადაიტანეს პოლიციის წარმომადგენლებმა. ანუ ექსპერტმა განაცხადა, რომ შესაფუთ მასალასა და წებოვან ლენტზე ამოვიდა გიორგი ახობაძის ნერწყვის კვალი. სწორედ გიორგი ახობაძე აცხადებდა იმას, რომ როდესაც მიმდინარეობდა მისი დაკავების პროცესი, პოლიციელებმა მას იძულებით აუღეს ნერწყვი, შემდგომში კი ის შესაფუთ მასალაზე დაიტანეს, რადგანაც ეს იქნებოდა ერთადერთი მტკიცებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და პროკურატურისთვის, რომ ის ბრალი, რომელსაც ედავებიან გიორგი ახობაძეს, დაედასტურებინა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას პროკურატურას. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ახლა ესეც გამოეცალა ხელიდან პროკურატურას. გარდა ამ მნიშვნელოვანი გარემოებისა, პროკურატურას არ გააჩნია სხვა უთხოვარი მტკიცებულებები, რომელიც გიორგი ახობაძის ბრალეულობას დაადასტურებს. ანუ გამომძიებლებმა დაკავების დროს და ჩხრეკის დროს არ აწარმოეს ვიდეო გადაღება, რაც მათ კანონით ევალებათ. ასევე ამ ჩხრეკის პროცესს არ ესწრებოდა ნეიტრალური მოწმე, რომელიც შემდგომში მისცემდა სასამართლოს ჩვენებას. აქედან გამომდინარე, ადვოკატებს და თავად გიორგი ახობაძესაც ეჭვიაქვთ და ამაში დარწმუნებულები არიან, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციის წარმომადგენლებმა ჩაუდეს, რადგანაც ის დაეკავებინათ. გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ის იბრძოდა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად. გიორგი ახობაძეს სასამართლო პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. შემდეგ სხდომაზე თავად გიორგი ახობაძე მისცემს ჩვენებას სასამართლოს. ის კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენებს მისი ჩხრეკის და დაკავების მომენტს და ისაუბრებს თუ როგორ ჩაუდეს პოლიციის წარმომადგენლებმა მისი თქმით ნარკოტიკული ნივთიერება. 22 ივლისს კი უკვე არის საბოლოო სხდომა, სადაც გიორგი ახობაძე იტყვის დასკვნით სიტყვას და არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 22 ივლისვე გამოაცხადოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე დაინიშნა ჩვენს მიერ მოწვეული ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ იმ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, რომელიც სავარაუდოდ ჩაუდეს გიორგი ახობაძეს, გადატანილი იყო გიორგი ახობაძის ნერწყვი. ჩვენში დგება ბრალდების მხარის ის მტკიცებულება, რომელთაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ გიორგის მფლობელობაში იმყოფებოდა ეს ნარკოტიკული ნივთიერება. გულისხმობ ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც დაადგინა, რომ ბიოლოგიური მასალა გიორგი ახობაძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამოვიდა შესაფუთ მასალაზე. გამდინარე, რომ გიორგი უთითებდა, რომ მისი ნერწყვი სავარაუდოდ ხელოვნურად გადაიტანეს და ზუსტად ამისთვის სჭირდებოდათ მის პირის ღრუში ხელთათმანებით თითების გამოსმა, ასე ვთქვათ. შესაბამისად, დღევანდელმა ექსპერტმა ფაქტობრივად სულ თავდაყირა დააყენა ეს ბრალდების მხარის არგუმენტაცია. ექიმ გიორგი ახობაძის საქმის ზუსტი ანალოგია და მსგავსია თედო აბრამოვის საქმეც. პროკურატურა მასაც ნარკოდანაშაულს ედავება და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას იგივე მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, რაც გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით. ანუ არც თედო აბრამოვის საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმე, არ არსებობს ჩხრეკის ამსახველი ვიდეო კადრები, რისი ვალდებულებას ჰქონდათ გამომძიებლებს. ასევე ექსპერტიზაც ანალოგიურად ჩაატარა
არა პროკურატურამ, ანუ კითხვები არ იყო ამ ექსპერტიზაში დასმული, მაგალითად, რომელი ბიოლოგიური მასალა ამოვიდა იმ შესაფუთი მასალიდან, რომელიც ეკუთვნოდა რომლითაც იყო შეფუთული ის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც თითქოს და პროკურატურის მტკიცებით აბრამოვის ჯიბიდან ამოიღეს. შესაბამისად, უკვე ამ საქმეზე პროკურატურამ დღეს დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცედურა და უკვე დაცვის მხარე გადავიდა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. ანუ დღეს დაცვის მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება და ადვოკატის თქმით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან მოწმეები სასამართლოს და ეს მოწმეები დაადასტურებენ იმას, რომ თედო აბრამოვს ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს და ის ნივთიერება, რომელიც თითქოს და გამომძიებლებმა მისი ჯიბიდან ამოიღეს, თედო აბრამოვს არ ეკუთვნის. თედო აბრამოვის ხდომაც უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის, თვის ბოლოსთვის უკვე შესაძლოა ამ საქმეზეც ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილება. თევდორე აბრამოვს, ისევე როგორც ნიკოლოზ კაციას და გიორგი ახობაძეს ედავებიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას, რაც თავისთავად აბსურდია. დღეს სწორედ ბრალდების მხარე დაასრულებს მტკიცებების გამოკვლევას და გადავალთ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რაც როგორც მოგახსენეთ, აბსოლუტურად გააბათილებს პროკურატურის ეგრეთ წოდებული მტკიცებულებებს, ვინაიდან თევდორე აბრამოვს არანაირი ნარკოტიკი არ ქონია. დაკითხვებიდანაც გამოჩნდა, მათი წინააღმდეგობრივი ჩვენებებიდან გამომდინარე, რომ მათ აბსოლუტურად ჰქონდათ ამის საშუალებაც და ვალდებულება აქვს ყველაფერს თავი გავანებოთ, რომ შეექმნათ ნეიტრალური მტკიცებულება, თუმცა როგორც დანარჩენელ საქმეში, არ ჩვენ საქმეში არ არის არანაირი ვიდეო გადაღება. თედო აბრამოვის და გიორგი ახობაძის საქმის იდენტურია კიდევ ერთი სინდისის პატიმრის საქმე ნიკა კაციას საქმე, რომელსაც პროკურატურა ასევე ნარკოდანაშაულს ედავება და ეს საქმეც სრულად არის იდენტური იმ პირების საქმესთან, რომლის შესახებაც რამდენიმე წუთის წინ გიყვებოდით. ნიკა კაციას სასამართლო პროცესიც რამდენიმე წუთში დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს საქმეც არის დასკვნით ეტაპზე და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნიკა კაცია სხვა ბრალდებულების მსგავსად საუბრობდა პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არის სუსტი, ფაქტობრივად ისინი არ რეაგირებენ დაკავებულების მიერ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც პოლიციელებმა დაკავების დროს მათზე იძალადეს ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ბრალდებულებისთვის და მათი ადვოკატებისთვის ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს. გარდა ამისა, საინტერესოა ის, რომ ქართულმა ოცნებამ ნარკოდანაშაულით დაიწყო საპროტესტო აქციების გაშავება და ამაზე მეტყველებს ადვოკატებისა და სამოქალაქო აქტივისტების თქმით სწორედ იმ პირების საქმეები, რომელთა სასამართლო პროცესებიც დღეს თბილისის საქალაქოშია ჩანიშნული.